ფლორიდის შტატში მყოფმა ექიმმა პაციენტს პროსტატის კიბო აფრიკაში, ანგოლაში ამოაჭრა. ოკეანის გადაღმა 11265 კილომეტრის დაშორებით. ამ მანძილის დაფარვას 14 საათიანი ფრენა სჭირდება. ეს იყო ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული რობოტული ტელექირურგიის პირველი კლინიკური ცდა ადამიანზე ამ დისტანციაზე. მე უკვე თითქმის 20,000 რობოტული პროსტატექტომია მაქვს ჩატარებული და სწორედ ამით ვარ ცნობილი აქ. ეს არის რობოტული კონსოლი. ის დაკავშირებულია რობოტთან, რომელიც ოპერაციებს ატარებს პაციენტებზე საოპერაციოებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. პაციენტი 67 წლის ფერნანდო დილვა იყო, რომელსაც 3 თვის წინ პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სჭირდებოდა თანამედროვე ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ის ანგოლაში ცხოვრობს. იქ მკურნალობის შესაძლებლობა შეზღუდულია. ამიტომ დათანხმდა გამხდარიყო პირველი პაციენტი FDA-ის კლინიკურ ცდაში. დაახლოებით საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ეს ჩემი სტანდარტული დროა. ორივე საოპერაციოში ყველა კამერა ჩართული იყო. ჩვენი გუნდი იმდენად ხშირად მუშაობს ერთად, რომ თითქმის ტელეპათიურად უგებთ ერთმანეთს. ჩვენ ბევრს არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ადგილობრივი პერსონალი ბევრ კითხვას უსვამდა ჩვენს გუნდს. ექიმები ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება გულის დაავადებების, მაგალითად ინსულტის დროს, სადაც წუთები გადამწყვეტია. NASA-ს სააგენტო 65 წლიან ისტორიაში პირველად მისიას ნაადრევად ასრულებს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ 4-კაციან ეკიპაჟს დედამიწაზე აბრუნებს. 7 იანვარს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟის ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ასტრონავტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ეკიპაჟი 11 დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დავაბრუნოთ. ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აგვისტოდან იმყოფებოდა და მისია 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. NASA-ს ორ წარმომადგენელთან ერთად ეკიპაჟის წევრები არიან იაპონელი და რუსი ასტრონავტები. ეკიპაჟი წყალში დაეშვება წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან, სადაც მათ SpaceX-ის მხარდაჭერის ჯგუფები და NASA-ს ექიმები დახვდებიან და ვერტმფრენით ეკიპაჟს ნაპირამდე მიიყვანენ. ლონდონში ბენქსის ახალი მურალი გამოჩნდა, ბავშვები, რომლებიც ცას უყურებენ. პირველი მურალი ცენტრ პოინტის კოშკთან გაჩნდა, მეორე კი ლონდონის დასავლეთ ნაწილში, ავტოფარეხების თავზე. ბენქსიმ Instagram გვერდზე დაადასტურა, რომ ნამუშევრები მისია. ხელოვანის ნამუშევრები, რომლის ვინაობაც საჯაროდ ცნობილი არ არის, მილიონობით ფუნტად არის გაყიდული. თუმცა ახლახან შექმნილი კიდევ ერთი მურალი, რომელიც სამეფო იუსტიციის სასამართლოების ერთ-ერთი შენობის კედელზე იყო დახატული, მთლიანად წაშალეს. გამოსახულება ასახავდა მიწაზე მწოლიარე პროტესტანტ სისხლით დასრული პლაკატით ხელში, ხოლო მის ზემოთ ჩაქუჩით ხელში მდგომ მოსამართლეს. 250 კილოგრამიანი დათვი კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლის ქვეშ 6 კვირის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი გამოსახლება მხოლოდ 2 დღის წინ შეძლეს. ამ კვირების განმავლობაში სახლის მეპატრონემ ყველაფერი იღონა, მაგრამ ვერაფერი შეძლო. კალიფორნიის ველური ბუნების დეპარტამენტმა დათვის გამოყვანა უბრალოდ ვერ მოახერხა. არ იმუშავა არც მათ მიერ დაგებულმა ხაფანგმა, რომლითაც სხვა დათვი დაიჭირეს. ბოლოს კენ ჯონსონს მოხალისეობრივი ორგანიზაცია დაეხმარა. მითხეს, რომ შეძლებდნენ დათვის გამოყვანას სრულიად უფასოდ. მათ პეინტბოლის იარაღებით უბრალოდ გააღიზიანეს დათვი, რომ თავად გამოსულიყო. 10 წუთში ყველაფერი დასრულდა. დათვიც და თავადაც უკვე წასულები იყვნენ. ამბავი ამით არ დასრულებულა. გვიან ღამით დათვი ისევ დაბრუნდა, მაგრამ ბუნაგის შესასვლელი ელექტროშოკის ბადით დახვდა დაცული. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, დათვთან თანაცხოვრებამ დიდი ზარალი მიაყენა, დაზიანებულია სახლის ინფრასტრუქტურა და გაყვანილობა.